თარგმანება იმათეს სახარებისა ითავიო. სიტყვაი ესე, მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა ყვეს მისთვის, რაითა სიტყვითა საფრხე უგონ მას. 22:15. მაშინ მოდეს იგი თანაედვალ მობიერებად მოსვლაი და განკვირვებად დიდისა მისთვის კაცთმოყვარებისა მისისა, ოდეს იგი უხმდა შეშინება იმერმისა მისთვის სასჯელისა, ოდეს გარდასრულთაგან თანაედვა მომავალისაცა დარწმუნებად და უკეთურებისაგან მოქცევაი, მაშინ უმეტესადღა გარდახმატეს სიბოროტე მათი. და ვინაიდან აღურსხმად უკეთურებისა მათისა ვერ უძლო და კვალად განცხადებულად ხელთა დასხმად ვერ იკადრებდეს, რამე თუ ერისა მისგან ეშინოდა, ამისთვის რახვა ყვეს ღონისა მოძიებად, რაითა სიტყვითა საფრხე უგონ მას და განდგომილებისა ბრალი შეხხადონ განდგომილთა მათხმრთისაგან. სახარებაი და მიულინეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და hrქვეს, მოძღვარ, ვიცით, რამე თუ ჭეშმარიტ ხარ და გზას აღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არ აღსრულნავ არავისთვის, რამე თუ არა თვალაღებ პირსა კაცისასა. კაც მარქუ ჩვენ რა იგნებავს შენ, ჯერ არსა ხარკისა მიცემაი კეისარსა ანუ არა? 22:16-17. თარგმანი, რამე თუ ხელმწიფებასა ქვეშეჰრომთასა შესრულიყვნეს და ხარკი ზედაედვა. ვინაიდან უკვე იხილეს ამისა პირველად, ვით 18 კაცთა მათ, თევდა და იუდა, განდგომილება იზრახეს და ამისთვის მოიკლნეს, ენება უღურთოთა მათ ქრისტესიცა ესევით არისა საქმისა იჭუსა შეგდებათ. ამისთვის მოწაფენი მათნი მხედართა თანა ჰეროდესთა მიულინეს, რამე თუ მათ ეწოდებოდა ჰეროდიან, რაითამცა ორ კერძო მახე დაურწყეს, უკვე თუ მიცემა ითქვას ხარკისა იმათ აბრალონ და თქვან, თუ კაცთა თვალაღებ, უკვე თუ არა მიცემა ითქვას, აქუნდენ მათ მხედარნი ჰეროდესნი მოწამეთ და მისცენ იგი მთავარსა ვითარცა განდგომილებისა მასწავლელი, ვითარცა ლუკა გვაუწყებს, ვით 18 წინაშე ერისა ჰკითხესო ლუკა 20:26 რაითა უმრავლესნი მოწამენი აქუნდენ. არამედ წინააღმდგომი შეემთხვია და მრავალთა წინა შეემხილა უგუნურება იმათი. და hrქვეს მას, ვიცით, რამე თუ ჭეშმარიტ ხარო. ჰოი უშჯულონო, ვინაიდან იცით, ვით 18 ჭეშმარიტ არს, ვით არ უწინარეს მცირედისა მათ სტურად ხადოდეთ და გარდამაქცეველად ერისა და მოკლად ისწრაფდით. ვაი თქვენ და ორგულნო. ვინაიდან პირველ ამისა hrქვეს ამ პარტავანებით, რომლითა ხელმწიფებითა ამას იქმ, მათე 21:23 და პირი დაუყო მათ უფალმან, ამისთვისაც ორგულებით მოძღვრით და ჭეშმარიტით ხადიან, რაითამცა ათქმიეს სიტყვაი განდგომილებისაი. რამე თუ სიტყვაი იგი, თუ არ აღსრულნავ არავისთვის და არა თვალაღებ პირსა კაცისასა, ჰეროდესთვის და კეისრისათვის იტყოდეს, რაითამცა პოეს მისზე და შესმენაი ჰეროდეს მიმართ და პილატესა, ვითარცა განდგომელისაი. ამისთვის არა hrქვეს, თუ რომელი უმჯობეს არს? არამედ, შენ რა იგნებავსო, ჯერ არსა ხარკისა მიცემაი კეისრისა ანუ არა? სახარებაი, გულისხმაყო იესო უკეთურებაი მათი და hrქვა, რასა გამომცდით მე ორგულნო. მიჩვენეთ დრახკანი იგი ხარკისაი. ხოლო მათ მოართვეს მას დრახკანი. hrქვა მათ იესო, ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი. hrქვეს მათ კეისრისაი. მაშინ hrქვა მათ იესო, მიეცით კეისრისაი კეისარსა და ღმრთისაი ღმერთსა. და ესმარაი ესე დაუკვირდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს 22:18-22. თარგმანი, ვინაიდან განცხადებული და პირურცხვინო იყო უკეთურებაი მათი, ამისთვის ცხადად ამხილა თავად მან.
პირველად შეაშფოთნა თხრობითა დაფარულთა მათთაითა, რაითაც ნანუცნობოთა მათ, ვითარმედ მხილველი არს დაფარულთაი და ღმერთი არს განკითხველი გულთაი, ნუ უკვე შეიგდიმონ. არამედ არავე შეირცხვინეს, არცა შეიგდიმეს ლირბთა მათ. ამისთვის სამართლად წინა ითვე იერემია განაქიქებს სახლსა მას ისრაელისასა და ეტყვის, პირივით არც როსპიკისა იგექმნა შენ ურცხვინო იქმენ ყოველთა მიმართ. და არა მიწოდე მე მამა და მფლობელად შენდა. იერემია 3:3-4 ეგრეთვე უფალი ორგულად და გამომცდელად ეტყვის. მერმე დრახკანი იგი ითხოვა და ხატი და ზედა წერილი იკითხა, არა თუ უმეც არისო, არამედ რაითა მათ ათქუმიო სპირითა თვისითა სამართალი იგი ვითარცა მრავალგზის იქმს, რამე თუ თქვეს რაი ვითარმედ, კეისრისაი არს ხატი და ზედა წერილი ხრქუა მათ, მიეცითო კეისრისაი კეისარსა. ხოლო რაითა მათ კვალად ვერ პონ სიტყვა ითქუმათ, თუ კაცთა მორჩილებად გვიბრძანება. ამისთვის დაურთო და ღმრთისაი ღმერთსაო. რამე თუ ჯერ არს კაცთა და მიცემაი მათისა მის წესისაი და ღმრთისა მიცემად, რაი იგი თანანადებ არს ღმრთისა მიმართ, ვითარცა პავლე იტყვის, მისცემდით ყოველთა თანანადებსაო, სახარკოსა, ხარკი, საზუერესა, სუერი, საშინელსა, შიში. რომაელთა მიმართ 13:7 ხოლო შენ, კაცო, ოდეს გესმას, თუ მიეცით კეისრისაი კეისარსა უწყოდე ვითარმედ მათ საქმეთა იტყვის მიცემად კეისრისა, რომელნი ღმრთის მსახურებას არ ავნებენ, ვითარ არს ხარკი ანუ ზუერი, გინა თუ ესე ვითარი რაიმე. ესე არიან კეისრისანი. ხოლო უკვე თუ ესე ვითარსა რას მე ეძიებდეს კეისარი, რომელ არს მეფე, რომელ სულისა სავნებელი ყოს და ღმრთისაგან განმყოფელ, არა ჯერ არს მორჩილებაი. უკვე თუ ესე ვითარსა რას მე ზედავ ხმორჩილობდეთ, არა კეისრისაი არს იგი საქმე, არამედ ეშმაკისა ხარკი არს და ზუერი ესე ვითარი იგი. ეს მარაი ესე უკეთურთა მათ და დაეყვნეს პირნი მათნი და უკვირდა მიუთხრობელი იგი სიბრძნე, ხოლო არავე არწმენა, არცა შეიგონეს, ხედვიდეს რა ისასწაულთა მათ ღმრთებისათა, ვითარ დაფარულსა გულისა მათისასა გამოუცხადებდა. არამედ შეპყრობილნი ურწმუნოებითავე და ჰურიებრითა უკეთურებითა განეშორნეს, ვითარცა იტყვის მახარებელი, ვითარმედ, დაუტევეს იგი და წარვიდეს. და მერმე მოუხდეს სადუკეველნი. ჰოი უგუნურება იგი და სიცოფე. ჯერ იყო პირველთა მათ პირის დაყოფასაზე და სხვათა იმათ შეკდიმებაი, გარნა ესრეთ არს უკეთურებაი, მარადის ურცხვინო და ცხარ. ამისთვის მახარებელი განკვირვებით მათი სამის კულფი ცხელობისათვის იტყვის. წახარებაი. მას დღესა მოუხდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ, არა არს აღდგომაი 22-23. თარგმანი, მას დღესაო, ოდეს იგინი სირცხვილეულნი წარვიდეს, სადუკეველნი მოუხდეს. რამე თუ სხვაი ცვალებაი არს იგი ჰურიათა შორის, განყოფილი ფარისეველთაგან და ფრიად მათ საუდარესი, რამე თუ სადუკეველნი იტყვიან, არა არს აღდგომაი, არცა ანგელოზი, არცა სული, რამე თუ სრულიად ცხელ გონებითა არიან და ყოვლით ურთხორცს. ხოლო ფარისეველნი აღიარებენ აღდგომასა და ანგელოზსა და სულსა, რამე თუ მათ შორისცა მრავალი არს განწვალებაი. და იხილეთ, ვითარ მანკიერებით ყოფენ სადუკეველნი იგი სიტყვასათვისა, რეცა გამოჩინებათ, თუ აღდგომაი არა არს. ამისთვის ზაკუვით ლიქნიან. წახარებაი, კითხეს მას და ეტყოდეს, მოძღვარ, მოსე ესრეთ თქვა, უკვე თუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ეს იძენ ძმა იმისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასათვისსა. იყვნენ ჩვენ შორის 7 ძმანი.
და პირველ მან შეირთო და მოკუდა და არა დაშთა ნათესავი და დაუტევა ცოლი თვისი ძმასათვისსა. ეგრეთვე მეორე მან და მესამე მან ვიდრე მეშვიდედმდე. უკუანაისკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. აც აღდგომასა მას ვისა შვიდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამე თუ ყოველთა ესვა იგი, 22, 23, 28. თარგმანი, ესე სიტყვა იმოპონებული იყო და არა ჭეშმარიტი, რამე თუ უკვე თუმცა ესე ესრეთ ყოფილიყო, ვინაიდან ორთა და სამთა შეირთეს დედაკაცი იგი და მოკუდეს, სხვანი არღარა თავს იდებდეს შერთვად უფრო ისხა, რამე თუ ფრიადი იყო ჰურიათა შორის მნაი. არამედ მოიპოვეს სიტყვაი ესე და შვიდნით ქუნეს, რაითამცა უმეტესად განამტკიცეს სიტყვაი თვისი და არამცა მისცეს ადგილი სიტყვის გებისა იუფალსა. ხოლო თავად მან არა სიტყვათა მიმართ მისცა პასუხი, არამედ გულის რახვათა, რამე თუ მარადის დაფარულსა გულთა მათთასა განაცხადებდა. იხილეთ უკვე ვით არ განუმარტა ორივე. ესე იგი არს ვითარმედ აღდგომაი ყოფადარს და არა ესე ვითარი ვითარი გინი ჰგონებდეს. სწახ არებაი, მიუგო იესუ და ჰქვამათ, სტებით, რამე თუ არა იცით წიგნი, არცა ძალი ღმრთისაი, 22, 29. თარგმანი, ვინაიდან იგინი მოსეს სიტყვასა წინაუყოფდეს და მეცნიერებასა იქადოდეს, ამისთვის ეთქვის უფალი, ვითარმედ, ყოვლადვე არა იცით ძალი წიგნთაი, არცა ძალი ღმრთისაი გულისხმა გიყოფიეს. ამისთვის ხელ ყოფთ გამოცდასა ჩემსა. უკვე თუმცა ანუ ბუნებითისა გულისხმის ყოფისაგან, ანუ წერილთა მეცნიერებისაგან იცოდეთ, ვითარმედ ღმრთისაგან ყოველივე შესაძლებელ არს, ესრეთმცა არა იტყოდეთ, არამედ ფრიადი ეგეო გულისხმობაი არს მიზეზურწმუნოებისა თქვენისა და რომელ ჰგონებთ, თუ მერმესა მას ცხოვრებასა ესევით არნი საქმენი არიან. არამედ გულისხმა ყავთ სახე იგი მერმისაი. სწახ არებაი, რამე თუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განქორწინებდნენ, არამედ ვითარცა ანგელოზნი იყვნენ სათაშინა, 22, 30. თარგმანი, არა თუ რომელ არა იქორწინებდნენ, ამისთვის იყვნენ ვითარცა ანგელოზნი, არამედ რომელიგი იყვნენ ვითარცა ანგელოზნი, ამისთვის არა იქორწინებდნენ. ამით მცირითა სიტყვითა მრავალი ცუდი და ამავე მრავლის მეტყველება იდახსნა და გულისხმა გვიყო, ვითარმედ წარმოვალ არს სახე ამის სოფლისაი. ესრეთ უჩვენა რა იწესი იგი აღდგომისაი, მერმე უეჩველად ყოფადი იგი აღდგომაი მოასწავა სიტყვათაგანვე მოსესთა, რომელთა მეცნიერებასა ზუაობდეს და ხრქოა. სწახ არებაი, ხოლო აღდგომისათვის მკვდართა ისა არა აღმოგიკითხავსა თქმული იგი ღმრთისა მიერი, რომელსა იტყვის, მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. არა არს ღმერთი მკვდართაი, არამედ ცხოველთაი 22, 31, 32. თარგმანი, ესე იგი არს არა იწოდებისო არა არსთაი და განქარვებულთაი და არღარასა და ყოფათთაი, არც არა აღდგომათთაი ღმერთი. რამე თუ არა თუ ესრეთ იტყვის თუ, მე ვიყავ ღმერთი აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, არამედ მე ვარო. საცნაურ არს ვითარმედ არსთაი და ცხოველთაი არს, არა თუ არა არსთაი. ვითარცა ადამ დღესა მას, რომელსა ჭამახისა მისგან რაღაცა თუ ცხოველიყო, არამედ მკვდრად შერაცხილიყო, ვინაიდან განჩინებაი სიკვდილისაი მიიღო, ეგრეთვე ესენი, რაღაცა თუ მომკვდარიყვნეს, არამედ სულითა და აღთქმითა მით აღდგომისაითა ცხოველიყვნეს. თქვენს ვიეთმ ვითარმედ, რაისათვის უკვე იტყვის მოციქული, რამე თუ ამისთვისცა ქრისტე მოკუდა და აღდგა, რაითა მკვდართაცა და ცხოველთაცა ზედაუფლებდეს, ერთი არამედ უწყოდენ მეტყველთა მათ, ვითარმედ ესე სიტყვაი პირველსა მას არა წინააღუდგების,
რამე თუ მკვდარნი ახსენა მოციქულმა ხორცითა მომკვდარნი, რომელთა ეგულების კვალად აღდგომაი და ცხოველნი, რომელნი ჯერეთ სოფელსაღაშინა იქცევიან. და კვალად ესეცა გულისხმა ყავთ ვითარმეთ, იცის წერილმა სხვაიცა სახე მკვდრობისაი, რომლისათვის წეიტყვის, აცადენ მკვდარნი დაფლად თვისთა მკვდართა. ლუკა 9:60 ყოვლით კერძოვე უკვე სხვა საპირსა ზედა თქმულ არს ესე, თუ მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და სხვაი არ სიტყვა იგი, რაითა მკვდართა ზედა და ცხოველთა უფლებდეს. სახარებაი და ესმა რაი ესერსა მას დაუკვირდებოდა მოძღვრება იმისი 22-33. თარგმანი და ესეცა თუ დაუკვირდებოდა მოძღვრება იმისი არა თუ სადუკეველთათვის თქვა. ნუ იყოფინ. არამედ იგინი იძლინეს და სირცხვილეულნი წარვიდეს, ხოლო ერმან მან მარტივმან, რომელნი არა უკეთურებითა შეპყრობილი იყვნენ, მიიღეს სარგებელი, რამე თუ დაუკვირდებოდა მოძღვრება იმისი. სწავლაიო ცხოვრებისათვის მონაზონთაისა და მათისა მის მხედრობისათვის. ვინაიდან უკვე გვასწავა უფალმან, ვითარ აღესრულების წესი მერმისა მის აღდგომისაი, ვითარცა ანგელოზნი იყვნენ ოცათაშინა, მოედითაც, მორწმუნენო, ვიღუაცოთ ყოვლითა ძალითა, რაითა მივემთხვინეთ პატივსა მას ანგელოზთა თანადგომისასა და არა დავისაჯნეთ ბნელსა მას გარესკნელსა, სადა იგი იყოს ტირილი და ხრჭენა იქბილთაი და სხვანი იგი მიუთხრობელნი სატანჯველნი. აც უკვე იქნებავს თუ გიჩვენე აქავე ვიეთნიმე მობაძავნი მოქალაქობისა მის ანგელოზთაისა. უკვე თუ ამისა ხილვად წადიერ ხართ, კვალად უდაბნოდ წარვიდეთ, კვალად ზემოთქმულნი იგი სიტყვანი ვახსენეთ. ვიხილნეთ დღესცა ბანაკნი იგი სულიერნი მოღვაწეთანი, არა ტილოებისა კარვებითა და რკინისა ლახურებითა დაბანაკებულნი, რამე თუ ამას. პირსა ზედა დავაცხრეთ გუშინდელი სიტყვაი, არამედ შიშველნი ყოველთა ამათ ხორციელთა საშურულთაგან და ყოვლით კერძო სულიერად შეჭურულნი. მოედით უკვე და ბრძოლა იცა და წყობა იგი მათი იხილეთ და პოვნეთ მუნწინა ბრძოლნი იგი და სპასალარნი ბოროტთა მათვნებათანი, ახოვნებითა მითხმთის მსახურთაითა მომწყდარნი და სიტყვა იგი მოციქულისაი საქმით აღსრულებული, რომელსა იტყვის ვითარმეთ. ქრისტე იესუისთა მათ ხორცნი თვისნი ჯუარსაცუნეს ვნებითურთ და გულის თქმით. გალატელთა მიმართ 5:24 ნამდვილა მონიხილეთ ყოველნი ვნებანი და გულის თქმანი, მომწყდარნი მახვილითა მიცსულისაითა. ამისთვის არა არს მათ შორის მთვრალობაი და ნაკროვანებაი, რამე თუ მთვრალობაი მოკლულ არს წყლისა სუმითა და ნაკროვანებაი მომწყდარ არს მარხვითა. ნეტარ არიან იგი მხედარნი, რომელთა მოუკლავს მრავალთავი იგი მხეცი, რომელ არს მთვრალობაი. რამე თუ ვითარცა ზღაპართა მათ შინასა წარმართოთა გამოსახულ არს მრავალთავი იგი ვეშაპი, ესრეთ არს ჭეშმარიტად მთვრალობაი, მრავალასხენ თავნი ბოროტნი, ერთ კერძო სიძვე, მეორედ მრისხანებაი, ამიერგინებანი, იმიერტრფიალებანი ბილწნი. სიმრავლე ცუდად მეტყველებისაი, დახსნილებაი, სიცოფე, ვერაგობაი, განრყუნილებაი გონებისაი, უცნებათა სიბნელე, გულის სიტყვათა შეგინებულთა უფსკრული. ესე ყოველნი ბოროტთა თავნი, შენაწევრებულითა მით ასოებითურთ მათით, მომწყდარ არიან მათ სანატრელთა მიერ, რომელესე ხორციელთა მხედართა ვერ ხელეწიფების ქნათ, რამე თუ რომელნი იგი ბევრეულთა მბრძოლთა ეწყებოდიან. ამათ ვნებათაგან ძლეულიყვნიან და დამონებულ და გმირნია ხვანი, ვითარცა ტყვენი შეკრულნი ხელბორკილითა, ესრეთ ხმორჩილობდიან მათ. აც უკვე იხილეთ ნეტართა მათ ბანაკისა ძალი და სიმხნე, რამე თუ დედა იგი და ერისთავი მრავალთა მათ ვნებათა სრულიად მოუკუდინებიეს, ხოლო ვინაიდან წინა მძღვარი მოკლულ არს, სხვანი იგი სრულიად უხმარ არიან. იხილეა ბრწყინვალე ესე ძლევაი, რომელსა ყოვლისა სოფლისა მხედრობანი თუ ერთად შეკრბენ, ვერ აღასრულებენ,
ამას ერთი დაბებკული და ძაძითა მოსილი მონაზონი აღასრულებს. რამე თუ ხბაძვენ იგინი მეუფესათვისა, რომლისათვის იტყვის წინა ის წარმეტყველი, ნაღუარევისაგან გზასაზე და სუასმან, ამისთვის აღამაღლოს თავი. ფსალმუნიას 9:7 ესე იგი არს ლიტონი და გლახაკობისა ცხოვრება იაღირჩიოს, მორაივიდეს ქვეყანად და სასუმლად მისა იყოს წყალი. ამისთვის აღამაღლოს ბუნება იგი, რომელიც ჩვენგან მიიღოს. ეგევით არის აქუს მოღვაწეთა მათ მოქალაქობაი, ამისთვის მძლენი არის, ან უხილავსა მასშინა წყობასა. და სხვანიცა მრავალნი ჰპოვნე მათ მიერ მოკლულნივნებანი და ამაონი გულის თქუმანი, რომელთა მონა არიან მეფენი, თავარნი და ძლიერნი სოფლისანი. მივედ ტაბლათა მათთა და იხილნე თითო სახენი გულის თქუმანი, ხელოვნებანი მზარაულთანი, შჯულისდებანი მათისა მის ვერაგობისანი, თითო ფერთა მფრინველთა და ოთხფერხთა დაწყუედანი, თითო გვართა ტკბილთა და ხილთა განწესებანი. პირად-პირადთა ღვინოთა და თაფლუჭთა შეზავებანი, გვარად-გვარადად ტაბლისა შემკობანი, წიგნი აღწერილნი ესევითართა განგებულებათათვის, განწყობილნი მცდეთა და ტრაპეზთმოძღვართა და ზემდგომელთანი, სიმრავლენი მოკიცხართა და მემღერთა და მგოსანთანი, სიქადულნი გრძელად ჯდომისათვის და ფრიადისა სუმისა. იხილენა მრავალნი იგი მძლავრებანი გულის თქუმათანი. ესე ყოველივისთვის არს. მიხედენ უბადროკო საზომსა მუცლისა შენისასა რაოდენი არს და გრცხვენოდინესოდენისა მის შფოთისა და მიმოკვეთებისაგან. ესე ყოველივე წმიდათა მათ მოღვაწეთა მიერ მკვდრად შერაცხილ არს და არ არა მათ შორის იპოების. პური ხოლო და წყალი ჰპოვმონ, გინა თუ მცირედი მხალი და ცერცვი და ესეც არა უზომოდ, არამედ სახმარად ხოლო ბუნებისა. ამისთვის დიდი დაწყნარება არს მათ შორის და შვების მოყვარეთა მათ შორის დიდი შფოთი. ხოლო შინაგანისა განყოფილება ორთაი მათ ვითარ მე მიგითხრა? განაღე გული შვებისა და მთვრალობისა მოყვარეთაი და ჰპოვმუნ ყოველივე სიმხრალე, ყოველივე საძაგელებაი, გულის თქუმანი ბოროტნი, გულის სიტყვანი ბილწნი, შევედგონებასა მოღვაწეთასა და იხნოსე სული სურნელებისაი, ცურთანი საიდუმლოთა საღმრთოთანი, ხილვანი მაღალთა მათ ხედვათანი, წყინვალებაი თვალ შეუდგა მიიხილო მათ შორის, მოფენილი სულისაგან წმიდისა. კვალად განყოფილებაი მათისა მის და ამათისა ტაბლისაი ვითარ მე გულის ხმა გიყო. ტაბლაი მოღვაწეთა პურის მტეთა თვისთა სასუფეველად მიავლეს, ხოლო ტაბლაი შვებისა და მთვრალობისა მოყვარეთაი, გეხენიათ ცეცხლისა. ამის ტაბლისა ბოროტისაი დამგებელი ეშმაკი არს, ხოლო ტაბლისა მის მონაზონთაისა შემზადებელი ქრისტე არს და პურის მტე მათი იგი არს, ვითარცა იტყვის თავადი, რომელსა უყვარდე მე, ცნებანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცე ჩემან შეიყვაროს იგი და მოვიდეთ მისა და მისთანა დავადგრეთ. იოანე 14:23 ხოლო მომთვრალეთა პურის მტე ეშმაკი არს, რამე თუ სადაცა მთვრალობაი არს, მუნცა ეშმაკი, სადა სიტყვანი ბილწნი ითქუმიან და სიმღერანი და როკვანი, მუნ ეშმაკნი როკვენ. ესევით არის იყო ტაბლა იგი მდიდრისა იმის. ამისთვის არცა თუ წვეთისა ერთისა წყლისა უფალიყო მირაივი და მერმესა მას სოფელსა. გარნა მოღვაწენი იგი ღმრთის მსახურებისანი ამის ყოვლისა ბოროტისაგან უცხო არიან. ამისთვის ანგელოსთა ჰბაძვენ და უხორცოთა მოქალაქობაი ხორცთა შინა აღუსრულებიეს. ხოლო ესეცა თუ გულის ხმა ყო, თუ ვინაი შეიმზადებიან ტაბლანი იგი შვებულთანი, ანუ ვინაი მოღვაწეთანი, სნა ბუნებაი მათიცა. ვინაი უკვე შეიმზადებიან ტაბლანი მდიდართანი. ჭირისაგან გლახაკთაისა და სულთქუმისაგან დავრდომილთაისა და ცრემლთაგან ჭირვეულთაისა, მონახვეჭისაგან ობოლთაისა და მონატაცებისაგან ქურივთაისა.
ხოლო ტაბლაი ღმრთის მსახურთა იაღეგების შრომისაგან ხელთა მათთა ისა, ნიჭთაგან ღმრთისათა და საუნჯეთა მათგან უხვად მომნიჭებელისათა. რაც უკვე საყუარელნო, ნუ გუცონი სტუმრებად მათ და მუნვისწავლოთ, რავდენითა საკროლითა შეკრულ ვართ, მუნვისწავლოთ დაგებაი ტაბლისაი უოხრთნოითა სანოაგითა, რომლისათვის იტყვის წინა ის წარმეტყუელი. განმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაი საშურებელად მაჭირებელთა ჩემთა, სცხეზეთი თავსა ჩემსა და სასუმალმან შენმან დამათ რომ მე, ვითარცა ურწყულმან. წყალობაი შენი უფალო თანამავალ მეყავ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. ფსალმუნი 22, 5, 6. ესე არს ტაბლაი და მთვრალობაი სულიერი სავსე კეთილითა. ესე არს წყალობისა უფლისა ჩვენზე და მომყვანებელი და დამამკვიდრებელი ჩვენი სახლსა უფლისასა, რომელ არს ეცისა იერუსალიმი და მიუთხრობელნი იგი კეთილნი. მუნ მკვიდრყოფად ღირსმცა ვართ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.